მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი გადაცემების ყურებისთვის, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ წინა გადაცემას შევწყვიტეთ თხრობაზე, როდესაც იოსები არის საპყრობილეში. მას შემდეგ, რაც მისი პატრონის პოტიფარის მეუღლეს უარი უთხრა იმ ვნებიან შეთავაზებაზე, რომელიც მისგან მრავალი წლების განმავლობაში იყო იოსების მიმართ. იოსები მოხვდა ციხეში, მასთან ერთად მეღვინეთ უხუცესი ფარაონისა და მეპურეთ უხუცესი ფარაონისა. მათ ჰქონდათ სიზმარი, რომლის ახსნაც შეძლო იოსებმა და ეს სიზმრები აუხდათ. მეღვინეთ უხუცესი ცოცხალი დატოვა და შეიწყალა ფარაონმა, ხოლო მეპურეთ უხუცესი დასაჯა სიკვდილით და რჩება იოსები ციხეში იმ იმედით, რომ მეპურეთ უხუცესს გაახსენდება იოსები და ფარაონს ეტყვის მის შესახებ. მაგრამ ამაოდ ელოდება, მან დაივიწყა დაპირება და აქედან გავაგრძელებთ ჩვენ თხრობას. იოსების ცხოვრება არის ძალიან დაატვირთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით და ჩვენი გადაცემის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვჩერდებით ამა თუ იმ დეტალზე, იმიტომ რომ მას აქვს მუდმივი განსაცდელი, მას აქვს მუდმივი ბრძოლა, გადასატანი და გადაწყვეტილებები მისაღები, რომელიც მას ღვთის გზიდან არ გადაახვევინებს. ციხეშია იოსები, ელოდება, რომ გაახსენდება ვინმეს ის არავის არ ახსენდება და კიდევ ერთხელ რჩება ღვთის იმედად. ისევ და ისევ გავიხსენოთ. ფრემასური თითო დღე თითო წლად შეურაცხა ღმერთმა და მართლაც მესამე წელს ფარაონი ნახავს სიზმარს. ნილოსის ზღვიდან 7 ხორცავსი ძროხა ამოდის, შემდგომ 7 მჭლე ამოდის, დადგებიან ეს მჭლე ძროხები. ხორცავსი ძროხების გვერდით თანთქავებმა და ისე მჭლეები რჩებიან. გამოეღვიძა ფარაონს, კვლავ დაიძინა და მეორე სიზმარი ნახა, რომ ღეროზე 7 თავთავია, სავსე, არის მეორე ღერო, მშვიდე თავთავი და თანთქავს ეს მშვიდე თავთავიანი სავსე თავთავს და ისე მშვიდე რჩება. ზოგადად ჩვენ გვაქვს შუმერულ თხრობაში სიზმრის განმეორების შესახებ თხრობა, სადაც უკვე იქ ავტორი და ასკვნის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ღმერთების სავანეში და ეს გადაწყვეტილება ემცნო მეფეს. აი რაღაც ამდაგვარი თხრობა გვაქვს ახლა ბიბლიაშიც. ფარაონი ძილი დაუფრთხება და სასწრაფოდ მოიწევს ბრძენკაცების, მისნების საბჭოს. არ ვიცი საიდან მოდის აზრი ამასთან დაკავშირებით ფარაონს სიზმარი არ ახსოვდა, რათა ეს სიზმრა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, ძალიან კარგად ახსოვს და მოუყვება კიდევაც სიზმარს, მაგრამ წმინდა წერილში წერია, რომ ფარაონს სიზმრები ვერ აუხსნეს. და ჩვენ აქ ერთი წუთიდან შევჩერდით. არა და ყავს სპეციალისტები. სპეციალისტები. საქმე ეს არის, რომ ფარაონს სიზმრები ვერ აუხსნეს, ეს ანიშნავს იმას, რომ საერთოდ ასე ვთქვათ აზრზე არ იყვნენ რა გაეკეთებინათ. ჩვენ ერთ რამეს უნდა დაუკვირდეთ, რომ ეპოქას, რომელ ეპოქაში ვსაუბრობთ, მითი კაცად მეცნიერული სტატუსით სარგებლობს, ხო? შეიძლება იქ ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს ამას ნიშნავს, ან იმას ნიშნავს, მაგრამ მან თავისი მსჯელობა რაღაცაზე უნდა დააფუძნოს. ანუ იქ იმ დროისათვის ეს ერთგვარი მეცნიერება, მეცნიერულად არგუმენტირებული განმარტება უნდა იყოს, ეს და არა ვიღაცის კერძო მოსაზრება. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ეგვიპტის ბიბლიოთეკებში ინახებოდა მრავალი თქმულება, მრავალი ცოდნა იყო სხვადასხვა ღმერთების შესახებ და საკმაოდ ისე მეცნიერულად უდგებოდა ეგვიპტე ყოველთვის ამ საკითხებს და როდესაც ვიღაცა მისანი თუ ბრძენი თუ სწავლული გამოვიდოდა და შეეცდებოდა აეხსნა ფარაონის ესა თუ ის სიზმარი, უნდა მოეტანა წყარო, რომელ წყაროშია ნათქვამი, რომ 7 ძროხა 7 წელს ნიშნავს, რომელ წყაროშია ნათქვამი, რომ 7
თავთავი 7 წელს ნიშნავს. რომელ წყაროშია ნათქვამი, რომ ჭლე ხორცავსას გადასანსლავს და მაინც ჭლე დარჩება და ეს ყველაფერი რას ეყრდნობა და ასეთი მასალა არ აქვთ. ამის არგუმენტირებულ იმას ვერ ახერხებენ ახსნას. და ამიტომაც ფარაონის სიზმრის აუხსნელობა არ არის, პრაქტიკულად ეს არის მიწაზე ღმერთის შერწყვენა, ეს წარმოუდგენელია. ასეთი რამე არ ხდება, ვერ ხდება. და ამიტომ ფარაონი განრისხებულია და აი ამ რისხანებას მოყვება სწორედ ტეტუხუცესის 2 წლის წინ, უფრო 3 წლის წინანდელი ამბის გახსენება. ფარაონს გაახსენებს იმ დროს, როდესაც ის ბრალდებული იყო უმძიმესი ბრალდებით. მოუყვება მთელ ამ ამბავს, ახლა არ გავიხსენებთ ამას, დრო გავა ამაში, როგორ იყო ციხეში, როგორ გაიცნო იქ ვიღაცა ჭაბუკი, რომელმაც აუხსნა სიზმრები, მასაც და მეპურე თუხუცესას როგორ აუხდა ორივე სიზმრები და ეს აუხდა სიზმრები უკვე ფარაონისათვის არის საინტერესო. ჩაურთავთ შეიძლება გიორგი, ფარაონი არის საკრალური პერსონა, ეს არის ღმერთი დედამიწაზე, მისი სახის ნახვაც კი ჭირს და ეს მეღვინე თუხუცესის და მეპირე თუხუცესის არიან ძალიან დაახლოებული ადამიანები, რადგან ღვინოს უსხამენ და პურს აწვდიან საჭმელს, რომლიდანაც პრინციპში შეიძლება მოწამლა რომ მოინდომოს ადამიანმა პირველ რიგში ეს უნდა იყოს. ანუ ესენი ძალიან სანდო ხალხი არის, ამიტომაც უსმენს მათ და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვათ შეწყალებაც და დასჯაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხდებოდა იმ ცხოვრებაში. და ახლა ამ შემთხვევაშიც ყურაცაღები არის. ყურაცაღები არის მონათხრობი. მით უფრო რომ აი ამ მისნების, აი ამ ბრძენკაცების, ეგვიპტის ფარაონის, ქურუმების დასის წინაშე ნუ აშკარა უძლურება წარმოდგენილი, ნუ ფარაონის სიზმარი განუმარტავია. ანუ ვიღაცა შეიძლება კერძო აზრი ქონდეს, მაგრამ ის არგუმენტირებული ვერ არის, მაგრამ არგუმენტირებული შეიძლება უკვე გახდეს ვიღაცა პატიმარი ბიჭუნა, რომლის ახსნის სიზმრები გამართლდა. რადგან გამართლდა, ის უკვე გამოცდილებითია. რადგან გამართლდა, ის უკვე შესაძლებელია შეტანილი იქნას იმ გრაგნილებში, რომელიც ინახება ქურუმთა ბიბლიოთეკაში. ამიტომაც დაინტერესდება ფარაონი ყველა პატიმრით ხარ დაინტერესდება, არა რაღაცა განსაკუთრებული პატიმარი ყავს მას და ბრძანებს იოსების მოყვანას. წმინდა წერილში წერია რომ იოსები გაპარსეს, დაბანეს, სამოსელი ჩააცვეს და აი სამოსელი ჩააცვეს, ესე იგი ის ფარაონი. იწყება ისე რაღაცა მოხდება. დაწინაურების ამბავი იწყება. წარდგება იოსები ფარაონის წინაშე და ფარაონი მოუთხრობს თავის სიზმრებს და იოსები ხაზგასმით ამბობს, რომ ეს სიზმრები, რომელიც ნახა ფარაონმა, ამის ახსნა ეს არის ღვთისაგან, რომელსაც მშვიდობა უნდა მისცეს ფარაონს. მე ახლა შეგნებულად არ გავაკეთებ აქცენტს თხრობის იმ თავისებურებაზე, იოსების სიტყვების იმ თავისებურებაზე, რომელიც ფარაონის ტახტის წინაშე წარმოდგენილი. ჩვენ ამას გავიხსენებთ, როდესაც შევეხებით ძალიან ცოტა მოგვიანებით ისრაელში სამეფო ინსტიტუტის შემოღებას და მის დეტალებზე როცა ვისაუბრებთ, აი იქ ვნახავთ. აი აქ კი განსხვავდება, იქ ვისაუბრებთ მე მამანდრია, რა დაუშვა ღმერთმა, რა სახის მონარქია დაუშვა ღმერთმა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახავთ აქ როგორ მიმართავენ ფარაონს და ჩვენ ვნახავთ როგორ მიმართავენ ისრაელის მეფეს. ორივე ქვეყნის მეთაურია, ორივე მეფის სტატუსით ასაიგროს, მაგრამ რაღაც არის ერთი, რაც არ აქვს ისრაელის მეფეს. ეს უკვე თავის დროზე მომხდართ, რო არ დავკარგოთ ამაზე და შემდგომ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. ახლა უბრალოდ რა მინდა ვთქვა? მე მინდა ვთქვა ის, რომ იოსები ფარაონს მოუყვება, უბრალოდ აუხსნის სიზმრებს და სიზმრების ახსნა არის ასეთი, რომ გაუმეორდა ფარაონს სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ამის გაკეთება. ისი გაკეთება 7 ხორცავსე ძროხა და 7 სავსე თავთავი, 7 მოსავლიან წელიწადს ნიშნავს, 7 ჭლე ძროხა და ციფრი 7 გამოიკვეთა. 7 ციფრი 7 გამოიკვეთა, 7 მოუსავლიან წელიწადს ნიშნავს. და ახლა რა უნდა გააკეთოს ფარაონმა? ფარაონმა 7 წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს მოსავალი, რომ 7 მოუსავლიანი წლის განმავლობაში აი ეს მარაგი გამოიყენოს ქვეყნისათვის. მაგრამ აქ თხრობა უნდა შევაჩეროთ. აქ სხვა რამეა საინტერესო. საინტერესოა ის, რომ ფარაონს კი უწყა ეს სიზმრის ახსნა, მაგრამ
გამოსავალი ვინ უნდა გააკეთოს? ხო არა ინდა გააკეთოს ერთია მაგრამ მეორე რა არის ბოლომდე გამოსავალი არ ეუწყა გასაგები ახლა დიდი გამჭრიახობა აჭირდება თუ კი 7 მოუსავლიანი წელიწადი შემდგომ 7 მოუსავლიანი წელიწადი გაქვს ამ 7 მოუსავლიანი წელიწადს რაღაცა უნდა გააკეთო რომ წინასწარ უწყებული ის გაჭირვებით სავსე 7 წელი გადალახული იქნას წარმატებით მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე რა უნდა მარაგი მოაგრო რა მარაგი მოაგრო რამდენი იმისათვის რომ ფარაონმა გაიგოს რამდენი არის ყოველი წლის განმავლობაში შესანახი ამისათვის საჭიროა მან მინიმუმ გამოაცხადოს აღწერა ერთი წლის განმავლობაში ხორბლის მოსვლის დინამიკა შეისწავლოს მეორე წელში იგივე გააკეთოს და ეს დინამიკა დაადგინოს და ამის შედეგად დადოს ის კოეფიციენტი რა კოეფიციენტითაც უნდა მოხდეს მარაგის დაგროვა მაგრამ 2 წელი გავა მინიმუმ 2 წელი გავა მაშინ და 2 წელი უკვე გაცდენილია. გაცდენილია ნიშნავს, რომ ეს კოეფიციენტი უნდა გაიზარდოს. ეს გაიზარდოს იმას ნიშნავს, რომ მეტი გადასახადები უნდა იყოს. საკმაოდ ძიმე სამუშაო ელოდება წინ ფარაონს. მაგრამ ფარაონი რაიმე საინტერესო რამეს მოისმენს. იოსები უბნება ახლა მონახებ ცენი ადამიანები და ყოველი წელს მეხუთედი ხაზგასმეთა კოეფიციენტს პროცენტს უწევს. იმას ეუბნება რაც მთელი ძიების შედეგად უნდა დაადგინოს საბჭომ ქულუმთა საბჭომ ფარაონის წინაშე. ამას პირდაპირ ეუბნება ეს არის მეხუთედი. აი აქ დაინტერესდა ფარაონის სწორედ ამ პატიმრით. დაინტერესდა პატიმრით, რომელმაც არამარტო სიზმრები აქვს, არამარტო გამოსავალი შესთავაზა, არამედ დროული გამოსავალი შესთავაზა. რაღაცა მიღმური სამყაროდან. ახლა ყურადღება მივაქცევთ ძალიან საინტერესო რამეს. ფარაონი იოსებს უყურებს არა უკვე როგორც პატიმარს, არამედ როგორც ვიღაცას, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა მას. თვითონ ღმერთს მიწაზე. და ვინ არის ეს ვიღაცა? ებრაელი ბიჭუნა. ვიღაცა სემიტი, რომელიც დგას ეგვიპტის ფარაონის წინაშე. ალბათ პოტიფარსაც ჰქონდა მსგავსი გაცდა იოსებთან დაკავშირებით. აი საქმეც ეს არის, მანდრია რომ ჩვენ პოტიფართან დაკავშირებით პირდაპირ გვაქვს, რა თქმა უნდა ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ ის არის ეგვიპტელი. ფარაონთან დაკავშირებით თითქოს ამ ტერმინის გამოყენება არ არის მისაშეწონილი, ის ეგვიპტელი უნდა იყოს სწორედ. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. საქმე ის გახლავთ რომ ეპოქა რომელ ეპოქასაც ჩვენ ვეხებით, ეპოქა როდესაც იოსები მოხდება ეგვიპტეში, შემდგომ ისრაელი ჩავა ეგვიპტეში და შემდგომ ისრაელი გამრავდება ეგვიპტეში. ეს არის ეპოქა, როდესაც ჯერ კიდევ მანეთონის ცნობით ხდება სემიტური ტომების მისივე მითითებით, შემდგომ იოსიფას ფლავიუსი მეორებს ამას, ჰიქსოსთა შეჭრა ანუ სემიტური ტომების შეჭრა ეგვიპტეში, ჯერ ქვემო ეგვიპტეს დაკავება, შემდგომ ზემო ეგვიპტეს დაკავება, ქალაქი ავარისი დედაქალაქით წარმოდგენა, ანუ ეგვიპტეში მოხდა ძალიან დიდი სამხედრო და კულტურული გადატრიალება ეგვიპტის ფარაონის სახით ჩვენ ადგილობრივი ტომის ფარაონები ამ ეპოქაში არ გვყავს. ბატონობენ ჰიქსოსები, სემიტი მოდგმის ფარაონები. ახლა მანეთონის ცნობა იმასთან დაკავშირებით, ჰიქსოსების შეჭრასთან დაკავშირებით ძლიერ სუბიექტურია და მანეთონი როგორც ეგვიპტელი ქურუმი საკმაოდ უარყოფითად იხსენიებს სრულად გასაგები მიზეზის გამო ჰიქსოსების, ანუ სემიტური ტომების, ანუ მწყემსების შეჭრას ეგვიპტეში, რომელიც ჩრდილო აღმოსავლეთიდან მოხდა, ეგვიპტის ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთიდან მოხდა. არ ვიცი რატო, მაგრამ ღმერთებმა დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, მთის ხალხი, ანუ უცხო ხალხი, ესეთი და იგივე ეგვიპტურ ენაზე, მაშინდელ ეგვიპტურ ენაზე შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, დააქცია დაარბია ღმერთის ტაძრები, დააქცია ეგვიპტე, ნუ ძალიან მძიმე სინამდვილეში პირიქით მოხდა. კი ეს ეგვიპტელისათვის იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა, რომ სემიტი მოდგმის ფარაონი ყავდა მას. მაგრამ სემიტები იყვნენ ისინი, რომელმაც მსუბუქი მშვილდი გააცნო ეგვიპტეს, სემიტები იყვნენ ისინი, რომელმაც საბრძოლო ეტლი გააცნო ეგვიპტეს, სემიტები იყვნენ ისინი, რომელმაც ძალიან ისეთი კულტურა შემოიტანეს ეგვიპტეში. სემიტები ბოლომდე, სემიტი ფარაონები, ანუ ეს ჰიქსოსები ბოლომდე ადაპტირებული იქნენ ეგვიპტური კულტურის ქვეშ, ისინი ეგვიპტელი ფარაონის სახელებსაც ირქმევდნენ და საკმაოდ ისე ბევრია სალაპარაკო, ახლა ამას დრო არ გავიყვანოთ, მაგრამ საკმაოდ ისე ორგანულად ჩაჯდნენ აი ეგვიპტურ რეალობაში, მაგრამ ეგვიპტელისთვის იყო ეს მიუღებელი. ამიტომაც არის ჩვენ წინა გადაცემაში უბრალოდ სიტყვა დამს და აღარ გავაგზელე. წმინდა წერილი ხაზგასმის სიტყვის რომ ქონდა ხარ თუ ხურცესი, ანუ პოტიფარი ეგვიპტელია. მაგრამ აი ეს ფარაონი არ არის ეგვიპტელი. კი ის ეგვიპტის ფარაონია, მაგრამ მოდგმით სემიტია, ჰიქსოსია. ამიტომაც ის ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი გვეტყვის, რომ ფარაონს ზოგადად
ქურუმთა დასი ეგვიპტეში არის პრივილეგირებული. ძალიან დიდი პრივილეგიებით სარგებლობს. ეს პტოლემაოსების ეპოქაში ძალიან კარგად გამოჩნდა, ახლა ძალიან შორს წაგვივა სიტყვა ამაზე რო ვისაუბროთ, მაგრამ ყურადღება მინდა მივაქციოთ იმას, რომ ეგვიპტელი ფარაონისათვის, რომელიც სემიტია, მოდგმით სემიტია, ჰიქსოსია, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ სემიტური ტომის, ასე ვთქვათ, მოძლიერება იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც განსაკუთრებით აი ეს მწყემსი ფარაონები არიან წარმოდგენილი, ვინაიდან როგორც კი ამაზე ყურადღებას მოადუნებენ, მართლაც მოგვიანებით ზემო ეგვიპტეში თებეს ეთნარქი ძლიერდება და უკვე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით მოსეს ეპოქაში უკვე სურათი კვლავ ბრუნდება უკან და იწყება მსოფლიოში სხვა დინასტია მოდის. ასე ვთქვათ, ეს ფარაონი ყურადღებას მიაქცევს სწორედ ორი რამეს. პირველი, რომ ეს არის სემიტი ბიჭუნა და მეორე მან რაღაცა ისეთი უთხრა ფარაონს, რომლის თქმა ვერ შეძლო არა მარტო სიზმარი აუხსნა, არა მარტო თეორიული გამოსავალი შესთავაზა, არამედ პრაქტიკული გამოსავალი შესთავაზა. კოეფიციენტი უკან ნახა, აი ეს რიცხვი დაუსახელა, რა რიცხვითაც უნდა უხმოსავლიანი წელიწადში მოსავალი იქნას შეგროვებული. ფარაონი მიხვდება, რომ მის წინაშე ღვთისაგან გამოგზავნილი კაცია და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ ტახტზე იქნება მასზე მაღალი. დანარჩენი მთელი ეგვიპტე იოსებს დაემორჩილება. მთელ ეგვიპტეზე იოსებს გააბატონებს. შემოსავს ახალი სამოსლით, კიდე ერთხელ სამოსელი შემოვიდა, ყელზე კისერზე ცეცხლს დაკიდებს, ბეჭედს შეასხავს ყელზე და სახელსას კი შეუსვლის და აი აქ წმინდა წერილი ერთ ასეთ სიტყვას იტყვის: დასვა თავის მეორე ეტლზე. ახლა ბერძნული თარგმანები აქ გვეუბნებიან მრჩოლსა ეტლსაზე და ან როგორც ძველ ქართულ თარგმანშია წარმოდგენილი, ან და თავის შემდგომ ეტლზე. როგორც მეორე ხელნაწერში გვაქვს წარმოდგენილი და აქ საინტერესო გახლავთ ის, რომ რა უნდა ნიშნავდეს ის, რომ მეორე ეტლზე, მრჩობლ ეტლზე, შემდგომ ეტლზე აიყვანა იოსები ფარაონმა. რა ფარაონს არ ეკუთვნის მთელი ეს ეტლიონი, რომელიც ეგვიპტეში დადის, არა. ფარაონს რაღაც ერთი განსაკუთრებული ეტლი აქვს. თავისი ეტლი აქვს, მაგრამ მეორე ეტლიც აქვს. შემდეგი ეტლი ქვია იმას, მეორე ეტლი ქვია იმას. რა არის ეს? საქმე ის გახლავთ, რომ ეგვიპტურ რელიგიაში ცნობილია სწავლება ორეულის შესახებ. რომ ყველას აქვს თავისი ორეული და ისინი ერთმანეთს ეძებენ. და ერთმანეთის ის აქვს, საერთოდ ეგვიპტეს ეს დუალიზმი ახასიათებს, ორობის წარმოდგენა ეგვიპტეში და შესაბამისად ფარაონში ჩნდება აზრი, რომ ეს იოსები არის მისი ორეული. ამ სტატუსს მიენიჭებს მას. ეს მეორე ეტლზე ასვლა, მრჩობლ ეტლზე, შემდგომ ეტლზე ასვლა. ეს გახლავთ სწორედ იოსების შემდგომ ჩვენ ვნახავთ წმინდა წერილში ჰელიოპოლისის ქურუმის ასულზე, ასინეთზე დააქორწინებს ფარაონი. ჰელიოპოლისი შეგნებულად არის წარმოდგენილი ნახსენები, ამ ქალაქზე შეგნებულად აკეთებს აქცენტს ფარაონი, ვინაიდან ჰელიოპოლისის ქურუმი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. ეს იყო ერთადერთი ქალაქი, რომლის ქურუმს შეეძლო ნებისმიერი ქალაქის ღვთაების დღესასწაულზე თავისი მსახურება აღესრულებინა და სწორედ აი განსაკუთრებულ იმას ხაზით შეიყვანს ეს ქურუმთა დასში. ცოტა მოგვიანებით ხედავთ, რომ ქურუმთა დასშია იოსები, თავის სამკითხაო თასი უდგას მას, ეს თავისთავად ცხადი არ არის შავს იმას, იოსები მკითხაობდა, მაგრამ ქურუმთა დასშია შეყვანილი და აი ამ ატრიბუტია ეს. ხო, ეს ატრიბუტია, მაგრამ თვითონ იოსების სტატუსია მითაწეული, ვინაიდან ის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა და ქურუმთა დასშია წარმოდგენილი. ვხედავ ხა შეიძლება ზოგს სუდათ ესმის, ზოგს არ სიამოვნებს, მაგრამ რაც წმინდა წერილში წერია და რაც ისტორიულ გამოცდილებაშია, ჩვენ იმ სიმართლეს და იმ სინამდვილეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ იოსები ამაღლდა. იოსები ამ ყველაფრისგან, აი ამ ყველაფერი ტანჯვისაგან გამოვიდა, როგორც ერთ-ერთი მამა ამბობს, უბრალოდ ის მამა არ მახსენდება ახლა პირდაპირ, რომ მონოთეიზმის ქადაგებით შევიდა, ჭეშმარიტი ღმერთის ქადაგებით შევიდა ეგვიპტეში და ეს წინასახე იყო სწორედ იმისა, რომ აი ამ ესე იგი ერთი ღმერთის შესახებ, ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შემდგომ მოგვიანებით მართლა ეუწყებოდა ეგვიპტეს და ჩვენ ვიცით, რომ მართლაც ეგვიპტე სავანე გახდა უდიდესი ასკეტი მამების მოღვაწეობისა. საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ იოსები უკვირდება, რომ მისი აღზევება სიზმარს უკავშირდება და უკვე აღზევებული
რაღაცა აი ამ მომარაგების ამბავშია, რომელიც უწინასწორსა პურთანაა დაკავშირებული, ხორბალთანაა დაკავშირებული. რაღაცა ნიშანია, რაღაც ახლოვდება, რაღაცას ელოდება იოსები გამძაფრებული და მართლაც იოსები იწყებს მოღვაწეობას 7 მოსავლიანი წლის განმავლობაში სამარაგო ქალაქებს აგებს და საკმაოდ დიდ იმას მარაგს დაუუნჯებს, ფეხელს გაუკეთებს ეგვიპტეს. ორი შვილი შეეძინება მას, მანასე, ეფრემი, ამ სახელდებით ის გამოხატავს მადლიერებას და მე იმედს, სწორედ სახელი ამას უკავშირდება, ღვთის წინაშე მადლიერებას. იმის გამო რაც გაიარა და რაც აქვს, იმედს იმის გამო რომ ეს ყველაფერი მას აუცილებლად შეუნარჩუნდება და ღმერთი მას არ მიატოვებს. ეს არის კულმინაცია, უმაღლესი აღზევება იოსებისი. ხო, პირდაპირ ფარაონი ამბობს, რომ ესე იგი მხოლოდ ტახტითაა მასზე მაღალი. და დგება შიმშილობის დღე და აი ეს უკვე იოსები მზად არის შიმშილობის წლებს დახვდეს, დადგება შიმშილობის წლები და წმინდა წერილი უბრუნდება ამბავს ქანაანთან დაკავშირებით, აქ ისრაელი ცხოვრობს და შიმშილობა ჩამოვარდება ქანაანის მიწასაც შეეხება და იაკობის ოჯახს მოშიმდება. და მათ იციან რომ ეგვიპტეს აქვს ეგვიპტეში იშოვება პური. ეგ ერთი საინტერესო რაღაცაც არის მამა ანდრია, იქ აი იაკობი რომ მიმართავს თავის შვილებს, განა არ იცით რომ ეგვიპტეში პური იშოვება, რატო არ ზრუნავთ პური ჩამოსატა. როგორც ჩანს იაკობის შვილები მაინც და მაინც არ ჩქარობენ. ახლა კი შიმშილობაა, მაგრამ მაინც და მაინც რაღაც ეგვიპტეში ჩასვლას არ ჩქარობენ, რაღაც საფიქრობენ რომ გამოსავალ საკაციპოვია. არ ვიცი, შეიძლება ისააკის მაგალითად ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე შიმშილობის გამო არ წაიყვანა ახლა ეგვიპტეში და დატოვა აღთქმული მიწის საზღვრებში ქანაანის მიწაზე გერარის მისადგომებთან. შესაძლებელია ესეც იყოს, არ არის ეს გამორიცხული. თუმცა უნდა გავახსენოთ, რომ ისინი მთელი ცხოვრება ამ ეს პერიოდი ცხოვრობენ იმ გარემოში, იმ შინაგანი ცხოვრებით, რომ ძმა გაყიდეს და მამამეს არ იცის და კი თავისთავად ცხადია. მან ახლა რაღაცა მაღალი ჭრეტების ხო, კი, კეთახმები წარმოდგენა ძალიან რთულია. ხო, მაგრამ ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, კი, ეს ერთი ამ შემთხვევაში ძალიან რთული და მე მეორედაც მათ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ სულ ელოდებიან რაღაც დაცვალებას. ამ ხრის განმავლობაში 20 წელია გასულ, სულ ელოდებიან რაღაცა უნდა მოხდეს ღმერთი აი 100 არ დატოვებს. შე რა საოცარია წლები მამასთან ერთად ცხოვრობენ აი ამ უტიფრად უყურებენ თვალებში. ხო და ხო არ შეიძლება ხა ამ ტყუილზე იგებოდეს რაღაცა მყარი, ანუ ეს სანამ არ გაიწმინდება მანამდე ეს უნდა დაიშალოს და დაილეწოს აუცილებლად და დაილეწოს. ის რომ იაკობმა გამოირჩია იოსები და შემოსა ის შესამოსლითაც რომელიც ძალიან ძვირფასი იყო და გამოსარჩევი ის რომ არ მალავდა მისადმი სიყვარულს როგორც სხვა პატრიარქებს ძველი აღთქმის ისტორიაში რაღაც შეცდომები დაუშვიათ მიიჩნევენ რომ ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მიზეზი რომ ძმებისაგან ესეთი შურით ახსილი დამოკიდებულება იყო იოსებისადმი და ესო იყო შეცდომა იაკობისი რომ აი ესეთნაირად წარმოაჩინა მისი სიყვარული დაუპარავად. კი მამა ანდრია, მაგრამ ნახეთ იაკობი ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ, წმინდა წერილი გვეუბნება რომ ჯერ კიდევ იაკობის ბავშვობაში ცნობილი იყო რომ ისააკს უყვარდა ესავი, რებეკას იაკობი. ანუ მან იცის რომ აი ოჯახში რაღაც განსაკუთრებული ყურადღება წინასახეობრივია და უნდა როგორც ჩანს იმ ეპოქაში მაინდა-მაინც ეს ესეთი ყურადღება ამას არ ექცეოდა. თუმცა ძალიან ხშირად ვხედავთ მაგ ეპოქაში ძმებს შორის არანორმალურ ურთიერთობას, ოჯახის წევრებს შორის რაღაცა დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელ ქიშს, ტრობას კი და ხან ეს გამძაფრდებოდა, ხან განელდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით ცხოვრობდნენ. ახლა იაკობის შვილებიც რამხელა ტვირთის ქვეშ ცხოვრობენ. საქმე ის არის, რომ იმ ეპოქაში, როდესაც იბადება მამაკაცი პოტენციურად მოაზრებულია როგორც ტომის მამამთავარი. ეს ტომი ხარ რამდენად ხანძლივი იქნება, რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება, საკითხის მეორე მხარე. როდესაც ეცილებიან ერთმანეთს, ეცილებიან რაღაც მოდგმისათვის რაღაცა დიდი აქვთ მხედველობაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ აბრაამის მოდგმაში უნდა იცოდნენ, რომ ამ ცილობის თავში დგას ცილობა ღმერთისათვის და არა ცილობა შენი მოდგმისათვის.
აი რისთვის გამოირჩევ თავს ამას გააჩნია. ყოველ შემთხვევაში მისცემ რომ ეხნატონის რეფორმაც ხო მონოთეიზმისაგან გადაადგმული მზის დისკოს მზის ისა ფიქრობენ რომ სწორედ აი უკავშირდება იოსების აი მოღვაწეობას აი ამ მონოთეიზმის ელემენტების შეტანას თუმცა როგორც ვიცით ეს არ გაგრძელდა და ეს ეგვიპტე მონოთეიზმის ის ვერ გადაიტანა. საინტერესო რა არის საინტერესო ეს არის რომ ძმები შეიკრიბებიან და მამის დავალებით ჩადიან ეგვიპტეში რათა იყიდონ პული. ბენიამინის გარდა ბენიამინს არ უშვებს იაკობი. გავიხსენოთ ბენიამინი ვინ არის? ბენიამინი არის მეორე იოსების დედით და მამით. ხო, ანუ მეორე რომელიც რაქელისაგან შეეძინა. აი უკვე ბენიამინზე შეგვიძლია თამამად თქვა რომ ის რომ რაქელის შვილი ამიტომ არ უშვებს, ანუ მისი გამორჩეულობა რაქელზე მიკერებულობა ცალსახად აჭყს. აი იოსებზე ჩვენ ამას ასე ვერ ვიტყვით. კი, რაქელის დეტალი შეიძლება თამაშობდა, ასე ვერ უარყოფთ. მაგრამ პიროვნული დეტალები წინ არის წამოწეული აშკარად. ჩადიან ძმები ეგვიპტეში ანუ 12 იყვნენ. ერთი აღარ ყავთ, ერთი დატოვებულია, 10 ჩავლა. იოსება შორიდანვე დაინახა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ ძმებმა ვერ იცნეს იოსები. მაყურებელს ხო არ მივანიშნოთ, რომ როგორი იქნებოდა გზა ამ ძმების ეგვიპტისკენ მიმავალი, რომელიც გზასაც თავის დროზე გაუყენეს გაყიდული ძმა. გაყიდული ძმა. ჩადიან ალბათ ეგვიპტეში და ალბათ აქვთ იმედი, რომ სადმე შეხვდებიან. შეიძლება ხლა ამის გარეშე ხო მაგრამ მათ იოსები მკვდარი გონიათ ამას უნდა ხაზი გაუსვათ იოსები ყოველ შემთხვევაში მათ შეიძლება მკვდარი არ გონიათ მამამისთვის არის ეს მკვდარი მაგრამ განცდა იმისა რომ აქ სადღაც იოსებთან მათ გადაკვეთა უნდა ქონდეთ აშკარად არის რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ აი არსებობს ესეთი გარდამოცემა არსებობს რომ ჩავიდნენ იმედი აქვთ რომ იპოვიან და ეძებენ ну სად უნდა ეძებონ სადაც მონებს ყიდიან და ну რა თქმა უნდა ვერ პოულობენ იმ გარემოში სადაც მათ გაიმეტეს და არამედ ნახავენ როგორც ნახავენ მე ხო და საინტერესო ის არის რომ ჩვენ ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი გვიდასტურებს მთელი ამ წლების განმავლობაში ესე იგი 17 წლისა გაყიდეს 30 წლისა იოსები აღზევებულია, ხო? 13 წელი გავიდა. 13 წლის შემდეგ გასულია კიდე 7 წელი, ხო? 7 მოსავლიანი წელი. 20 წლის განმავლობაში ჩვენ გახავთ წმინდა წერილში პირდაპირ მითითებული. სულ აქვთ შიში, რომ იოსებს რო გაუკეთეს, ну ამის გამო რაღაცა არ ჩაივლის უკვალოდ. ეს არ ჩაივლის უკვალოდ. აი მას ნახავთ ახლა ძალიან საინტერესოა. ხა იოსებს რატო ვერ იცნობენ, იმიტომ რომ იოსები როგორც ვთქვით, ქულთა დაშია შეხვედრილი იოსებს კანის ფერით ჩამონქებული აქვს. თმად შესაბამისად არ უნდა, ხო, შესაბამისად. აი ამ ყაიდაზეა მოწყობილი იოსები. იოსები იცნობს თავის ძმებს. და იცნობს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ წმინდა წერილს გვიდასტურებს. იწყება სიზმრების რეალიზების პერიოდი. 11 ძნა თავს უყრავს 11 ძნა, მაგრამ 11 არა 10-ია იქ. 10 არის. 11 უნდა იყოს. და აქედან წმინდა შევახსენოთ მაყურებელს სიზმარი. თავის ძმებს უყვება რომ ნახა სიზმარი ჯერ კიდევ სანამ გაყიდიან, ხო? 12 ერთად არიან და უყვება რომ ჩემ ძნას თქვენი ძნები თავს ქეცუხრიან. ხო და თამაზეც განრისხებულები იყვნენ ძმები. და ეხლა აი ეგვიპტეში დააკლდა ერთი ძნა. ეგვიპტეში დააკლდა ერთი ძნა. ახლა იოსები აქედან იწყება იოსების პედაგოგიკა, სწორედ ახლა იოსები ცდილობს 10 ანუ 10 ძნა არის, არა, მე-11 უნდა მოვიდეს. ბენიამინი არ არის. და იწყება იოსების პედაგოგიკა, იწყება იოსების რო ის უნდა ახსრულდეს. იოსები პირდაპირ ასე ვთქვათ, გადადის შეტევაზე და გამოკითხავს ვინ არიან, საიდან არიან და ბრალდება. სტოვრები ხარ თქვენ ჩამოსული ამ მიწის სიშიშვლის დასაზვერად. სიშიშვლის დასაზვერად ნიშნავს სისუსტის სანახავად. ჩვენ თავის დროზე ვამოვდით, რომ ტერმინი სიშიშვლე ბიბლიაში ნიშნავს სისუსტეს. არა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ ასეთი გააზრების ჩვენ აი წინა გადაცემაში ვთქვით და სვენელებს კიდევ ერთხელ მინდა ეს გავახსენო, რომ წმინდა წერილის პირველი ეგზეგეტიკა ისევ წმინდა წერილია. აქედან ამოვდივართ ჩვენ და წმინდა მამები ამას მიყვებიან სწორედ. ის რომელიც აქ არ არის, ის მისი კერძო აზრად რჩება, ის საეკლესიო აზრად აღარ რჩება. და საინტერესო გახლავთ ის, რომ აი ჩვენ რაღაც ახლა თხრობა უნდა გავაერთიანოთ, რაღაცა ის რომ გავყვეთ თხრობას, ხო, ცოტას დავამძიმებთ საუბარს, აი თლიან სურათს უნდა შევხედოთ. თლიანი სურათი ასეთია. იოსები ბრალდებს ქვეყანაში სტოვრად ჩამოპარვისას და ეს არის ბრალდება, რომელიც თუ დამტკიცდა
თუ დამტკიცდა მათ უპირობოდ სიკვდილი ემუქრებათ. ანუ იოსები იწყებს რას? ამ სიზმრების რეალიზების კუთხით იწყებს აი ამ თავისი ძმების აი ამ მდგომარეობაში გატარებას. ამ მდგომარეობაში ის რაც გაუკეთა აბრაამმა, ისააკს და ისმაილს. ის რაც გაუკეთა ისააკმა იაკობს. აი ახლა მე იაკობის შემდგომ იოსებს გაუკეთდა იგივე. რა არის ეს? სიკვდილი უნდა გაიარონ ძმებმა. სიკვდილი უნდა გაიარონ ძმებმა აუცილებლად. ეს ღვთისმსახურების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია, რომელიც აბრაამის სახურებიდან იწყება. და ამას ამ სიზმრების რეალიზებას სწორედ ამ მიმართულებით მიმართავს იოსები, რაღაცა ისეს დააბრალებს. ოღონდ დააბრალებს, რატო? იმიტომ რომ მასაც დააბრალეს. მასაც დააბრალეს. რაღაცა ამ ძმებმა უნდა გაიგონ, რას ნიშნავს ცილის წამება. იმიტომ კი არა სამაგიეროს უხდიდეს ბიბლიაში ეს თხრობა არ გვეხნება. არავითარ შემთხვევაში სამაგიეროს არ უხდის, არა ეს იოსების პედაგოგიკაა. ამ ძმებმა სიკვდილი უნდა გაიარონ სწორედ იმ უსამართლობით, რა უსამართლობას თვითონ იოსება გადაიტანა თავის თავზე. სტოვრები არ ვართ, ერთი მამიშვილები ვართ. ამბობენ ძმები, მართლაც დავაკვირდეთ, ისინი სტოვრები ყოფილიყვნენ. ასე ერთიანად, ასე გამოსაჩენად არ ევლიდნენ. არც ოჯახიდან წამოვა ყველა ერთად გასაწირავად, ხო? რაღაცა ჯგუფი დარჩება, რაღაცა ჯგუფი წამოვა, რაღაცა ჯგუფი შევა. ანუ ბრალდება რაღაცნაირად იმდენად მძიმეა და ამდენად მარტივია თავის მართლება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ იოსები არ უსმენს. საინტერესო რამ მინდა ახლა აქ ყურადღება გავამახვილო, რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ფარაონის კარზე დაწინაურებული იოსები, რომელსაც ყველანაირი ამ ქვეყნიური სიკეთე მოხვეჭილი აქვს და იმ ძნებზე ფიქრობს, რომელიც ბავშვობაში დაესიზმრა და ეხლა შევადაროთ რას არ ღალატობს, ანუ რა არის მისთვის მთავარი. აღმოჩნდა რომ მთავარი არც არის, არც ფარაონის კარზე ყოფნა, არც ამხელა სახელმწიფოს მართვა, არც ესეთი წარმატება, არამედ იმ სიზმრის აღსრულება, ის ძირითადი ხაზი ის არის და ეხლა ამას შევადაროთ, როგორ შეეძლო მას დაეთმო თავის დროზე პოტიფარის ცოლისთვის. როდესაც იმ სიზმრის აღსრულების მნიშვნელობა მისთვის იყო აი ცხოვრების გავსაზღვრებულების ხო და თავი გახსოვთ ამანდრიამ გადაცემაში ჩვენ თქვით რომ აი ეს არის გაუგებარი პოტიფარის ცოლისათვის. აი აბსოლუტურად გაუგებარია, გაუაზრებელია, განუმარტავია, არალოგიკურია. რაც აი იოსებში ხედავს ვიღაცა არანორმალურს, ნორმალურ ადამიანს არ უნდა იქცეოდეს, ხო? რაღაც არანორმალური საქციელი პოტიფარის ცოლის გადასახედიდან, ხო? ხო და იოსე ეს კაცი ცხოვრობს ამ სიზმრის აღსრულების ბოლოდინით. ეს გამოცხადება, ეს რაღაცა სხვა რამისთვის ემზადება, რაღაც სხვა რამე აქვს მას რაღაცა. ახლა საერთო სურათი ასეთია, როდესაც ბრალს დებს, ისინი ეუბნებიან, რომ 12 ვიყავი და ერთი აღარ აყვავს. მაგრამ აქ 10 ხართ, ერთი სად არის? 12 თუ ვიყავი და ერთი აღარ აყავთ, 11 უნდა იყოთ. 10 ხართ. ახლა საინტერესო რა არის მანდრე, იცით? ჩვენ ახლა ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ასე, რომ ახლა 10-ვე დგას და ერთად პასუხობს არავითარ შემთხვევაში. აქ სხვა რამე მოხდა. იოსებმა როგორც კი ბრალდება წარადგინა, პოლიციურმა ძალებმა 10-ვე დაეჭერეს და ცალ-ცალკე დაამწვდიეს. ანუ ის რასაც დღესაც იყენებს, ხო, სამართალდამცავი ორგანოები და საგამოძიებო ორგანოები. დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე, ესენი ერთად კი არ პასუხობენ. უბრალოდ ეს ერთად არის წარმოდგენილი, ერთიან კონტექსტშია წარმოდგენილი წმინდა წერილში, ძმები პასუხობენ ამას, თორე იოსებთან ნახეთ რა არის საინტერესო. საინტერესო გახლავთ სწორედ ეს 12 ვიყავთ, ერთი აღარ აყავს. რატო ამბობენ 12 ვიყავთ? თქვენ 11 ვიყავთ და ერთი აღარ აყავს და კი გამოვიდა 10 კაცი. რატო ვერ იტყუებიან? ცოტა მოგვიანებით ისინი რომ უკან ჩავლენ მამასთან, იაკობი ბრალდება დეტყვის. რატო გამიკეთეთ ეს, რატო უთხარით რომ კიდე ერთი ძმა ყავთ და რატო მოუყევით და პასუხობენ არ მოგვეშვა ის კაცის სანამ არ გოთქმევინა ბენიამინის შესახებაც. არ მოგვეშვა რას ნიშნავს რომ როდესაც სიტყვაზე თქვა სიმონი ყავს დაკითხვაზე, სიმონს ეუბნება რამდენი ძმა ხართო, სიმონი კი ეტყობა ჩანს, აი ეს დაინახა აქ იოსებმა ბენიამინის არსებობას მალავენ, ხოლო იმას ამბობენ რომ 12 ვიყავი და ერთი აღარ აყავს და იოსები ეუბნება რომ შენი სხვა ძმები რომ ამბობენ 12 ვიყავითო და უბრალოდ აი ძმები იძულებული არიან გაამხილონ რომ 12 იყვნენ. აი ეს არის რაღაცა მომენტი, რის გამოც იოსები მათ ციხეში ჩაყრის და იტყვის რომ ახლა ერთს გაგიშვებთ
და თუ მართლა ჩამოიყვანთ, ანუ რაღაცა არ ემთხვევა თქვენს იმაში, ხო? და ერთ ჩამოიყვანთ, მაშინ დაგიჭერებ, თუ არა სწორები ყოფილიყავ და ყველა სიკვდილით დაგსჯით. აი აქ რუბენი ხმას აიმაღლებს და იტყვის. ეს იოსებისათვის მოგწიც. იმ ყმისათვის მოგწისაც გაუკეთეთ. იმიტომ ვისჯებით ჩვენ. ეს ის რუბენია, რომელმაც ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა მამის წინაშე და შემდგომ ყოველთვის დადებითი ნიშნით აყავს წარმოადგენილი. და შესაბამისად ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ძმებთან არ არის პოლემიკა, ძმები ეთანხმებიან მას და აი აქ ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში ძმები ელოდებიან, რომ რაღაცა მოუვათ იოსების გამო. არ კამათობენ ამაზე და ყველა ამას აღიარებს და იოსებს ესმოდა ეს ყველაფერი. ესმოდა ამათი ჩოჩქოლი, ამათი გამწარებული მდგომარეობა და ვეღარ მოითმინა, გავიდა და ატირდა. შემოდის უკან და ეტყვის, რომ ის კაცი სამართლიანია, ერთს დაიტოვებს აქ, დანარჩენს უშვებს. და თუ არ ჩამოიყვანენ იმ ერთ ძმას, მაშინ ამას აქ სიკვდილით დააშის. თუ ჩამოიყვანენ, მაშინ ყველას გაანთავისუფლებენ და ყველას თვალწინ სიმონს დაადებს ბორკელს, ფიქრობენ სიმონი იყო ყველაზე ასე ვთქვათ აქტიური იოსების კვლელობის ამბავში, გაყიდვის ამბავში და სწორედ მას დაადო ბორკელი არისამოს გარდამოცემა, როგორც კი ძმები წავიდნენ, სიმონს ეგრევე ეს ბორკელები ახსნა იოსებმა და საკმაოდ დიდ პატივში ყავდა, მაგრამ მაინც საპატიმროში. მოდი თქვათ, იოსების ცხოვრება სრული არ იქნება, თუ ამ ისტორიას არ შეკრავს. თუ ის მიეცემა ამ დიდების ნეტარებას, თუ ის მიეცემა ფარაონის კარზე აი ამ ძალაუფლებით მიღებულ ნეტარებას, მისთვის ცხოვრება მაინც არ არის სრულყოფილი. სანამ არ შეკრებს თავს და ბოლოს აი ამ ისტორიას. აუცილებლად. სახურება უნდა გაწევს ბოლომდე, ჩვენ კიდე წინ ბევრი გვაქვს სათქმელი, ჩვენ საოცარ ამას შევეხებით, როდესაც იოსების ღვთისმსახურების აი მართლა ზენით შევეხებით. ჩვენ ახლა ჩვენ რადგან საუბრობთ ამ კონტექსტში, რა არის გზა გასაყარი მათი, რა არის გზა ჯვარედინი მათი. იოსების ჯვარედინი აქ არის აშკარა არჩევანი, მამა ანდრია თქვენ ამდენჯერ მებრძანეთ ეს აშკარა არჩევანი ამ ქვეყნიურ რაღაცა როგორ გითხრათ კომფორტულ ყოფასა და ამ მიწეულ სიკეთეებსა და ამ ქვეყნადმე ღვთისმსახურებას შორის. ღვთისმსახურება წინ გულისხმობს ბევრ ტკივილს, ბევრ მოთმინებას, ღვაწლს, შრომას და ამ ქვეყნიური კომფორტი და ამ ქვეყნიური ტკბობა გულისხმობს ძალიან მშვიდ და ძალიან ის რაც იაკობს მოუვიდა. თუ იაკობი დარჩებოდა, თუ იაკობი არ გაისაკუთრებდა ღვთისმსახურებას, მაშინ იაკობი საკმაოდ ისეთი უპრობლემო და ძალიან ისეთი კომფორტული ცხოვრებითი ცხოვრობდა. რაღაცა მამასავით, მამათა გზაზე გადის იოსები აქ. ეს გზა ჯვარედინი იოსებისათვის არის. იოსებისათვის გზა ჯვარედინი, მაგრამ წმინდა წერილთხრობისათვის უკვე ძალიან ცნობილი, ძალიან ისეთი რამდენჯერმე უკვე ნანახე, ეს გასახვევია, ეს ადგილია, სადაც უნდა გაუხვიოს იქითკენ საიდკენაც ღვთისმსახურება. ერთ მხარეს კარნახობს პრაგმატული და ამ ქვეყნიური სიამოვნების მიზიდულობა სხვა მხარეს არის, მაგრამ შენ რომელიც არის ტკივილით სავსე, მოთმინებით სავსე, მაგრამ არის ღვთისმსახურება და უნდა შეინარჩუნოთ ან ადამიანობა. მაგრამ არის ღვთისმსახურება. ღვთისმსახურება, ხო. იოსების ბრძანებით ხორბლით აუსებენ ტომრებს და იმ ვერცხლს, რომელი ვერცხლით ჩაიტანეს, ყოველს ჩააყოლებენ და როდესაც ხამე ერთ-ერთი მათგანი გახსნის ტომარას, რომ სახედარს ის დაუყაროს და ვერცხლს ნახავს, შეშინდება. ეს ვერცხლი საიდან მოვიდა აქ? შემდგომ სახშრომლებს დანარჩენებიც გახსნიან თავიანთ ტომრებს და ყველა ტომარაში ვერცხლს რატო უკეთებს ამას იოსები? ესე წინასაგან, იმიტომ კი არა, ფული არ გადაახტევინა მარტო, სხვანაირადაც შეიძლება იოსებს ეს არა. იოსები ჯერ პირველი აბრალის სიცრუეს აბრალებს, ხო? შემდგომ სიკვდილის წინაშე აღმოაჩენ. შემდგომ ამ სიკვდილის გადალახვის გზაზე დააყენებს და ამ გზაზე ერთ რამეს გააყოლებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახლა ძმები უნდა მოულოდნელობის მოლოდინში იყვნენ. რაღაცა უნდა მოხდეს. რო არ ელოდებიან ისეთი რაღაცა, აი რო არ ელოდებიან ვერცხლი ნახეს, რო არ ელოდებიან ისე ძმა დაიტოვეს. რაღაცა ახალი იწყება.
რაღაცის მოლოდინის ამბავი, მოლოდინის რეალიზების ამბავი იწყება და როდესაც იაკობი გახედავს 10 გაუშვა და 9 ბრუნდება, მას კიდე ერთი შვილი უკვდება. უყვებიან ძმები რომ დაიტოვაო სიმონი და სიმონს არ გამოუშვებს, თუ კი ბენიამინს არ ჩავიყვან და ბენიამინს იაკობი არ გაუშვებს არსად. თუ ბენიამინს არ გაუშვებს, ის შვილი უკვდება. თუ იმ შვილის გამოხსნა უნდა ბენიამინი უნდა გაუშვას, რომელსაც ვეღარ ანდობს, იმიტომ რომ პირდაპირ დაიტირებს. იაკობი იოსები აღარ ამყავს, სიმონიც მომიკალით. უშვილოდ გინდა დამტოვოთ. ასე გამწარებული უნდა ჩავიდე შავეთში, ძალიან გაუბედურებული აქ იაკობი. რუბენი გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე და შვილების ასე ვთქვათ, თავის შვილებს დადებს, ასე ვთქვათ, ფსონზე, მათ სიცოცხლეს დადებს და ეტყვის, რომ ჩემი შვილები იყოსო შენი შვილის წილ, ანუ ბენიამინის წილ, მაგრამ თუ არ ხო, მაგრამ იაკობი რუბენს არ ენდობა. იაკობი რუბენს არ ენდობა. ისმის კითხვა. ბენიამინს რო არ უშვებს, სიმონზე არ ფიქრობს. ცოტა მოგვიანებით იუდაური გარდამოცემა გვეტყვის, რომ ძმებმა შეავედრეს მამას სიმონის ცოლშვილი, რომელიც იტანჯებოდა ბენიამინის ჩაყვანის მოლოდინში და იაკობი იტყვის, წაიყვანეთ ეს ყმა, თუ კი გამწარებული უნდა ჩავიდე შავეთში და იყოს ასე. ეს არის ბოლომდე დაცლილი იაკობი. ეს არის ბოლომდე გამწარებული იაკობი. ეს არის იაკობი, რომელიც ალბათ ისევ იმ ბრძოლას იწყებს, ისევ იმ შერკინებას იწყებს, სადაც მას იაკობის წილ ეწოდა სახელი ისრაელი. თავის შვილებს ეტყვის, წაიღეთ ეს ვერცხლი, რომელიც წამოყვათ იმ ქვეყნიდან, წაიღეთ ახალი ვერცხლი, რომელიც ახალი პურის საყიდლად უნდა წაიღოთ. წაიღეთ ამ ქვეყნის ნაყოფები და მიართვით იმ კაცს. ეს თითქოს ეს ძველი ვერცხლის წაღება, ახალი ვერცხლის წაღება, ამიწის ნაყოფების გატანება და ბოლოს ბენიამინისგან დაცარიელდა მთლიანად იაკობის ოჯახი. ბენიამინისგანაც დაცარიელდა. იუდა გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე ახლა. იუდა ეტყვის იაკობს, ჩემი შვილების წილი იყოსო შენი შვილის სიცოცხლე, მე თუ არ ჩამოგიყვანეო, ჩემი შვილებით მომკითხეო ის. და იუდა უკვე რუბენზე ავტორიტეტული ხდება ეს. ძალიან საინტერესოა წმინდა წერილში, რატომ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ჩვენ, ვინაიდან იუდა აი ესე გამოვა და დაიმალება, გამოვა და მიიჩქმალება, მანამ სანამ წმინდა წერილი დავითის შესახებ არ დაიწყებს თხრობას, იმ დავითის შესახებ, რომლის მოთქმიდანაც ჩვენი მაცხოვარი უნდა მოვიდეს. იოსებთან ჩადიან ერთადერთი რამის იმედით. მამამ გაგზავნა ახლა. მამის კურთხევით არიან ჩასულები და იოსები როდესაც გახედავს თავის ძმას, 11 ძნა შეიკრა უკვე. პირველი სიზმარი დასრულდა, პირველი სიზმარი გაცხადდა. ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ მეორე სიზმრისათვის, რას აკეთებს იოსები. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა იმ აქცენტების გაკეთება, ძალიან საინტერესოა იმ დეტალების გამოკვეთა, რომელიც ხერხდება აი ამ ფორმატში. ვთქვათ, რომ ღვთისმსახურების კონტექსტში შეიძლება იქ რას გაგებული, სხვანაირად ვერ გავიგებთ. ვერ გავიგებთ რანაირად. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გადაცემათა ციკლში ხერხდება ყველაზე მთავარი ადგილების გამოყოფა ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებების გამოკვეთა, რომელიც ბიბლიური თხრობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟების ცხოვრებაში ხდება. მე ამით დაგემშვიდობებით, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ მომავალ გადაცემაში გავაგრძელებთ თხრობას ადგილიდან, სადაც იოსების 11-ვე ძმა უკვე არის ეგვიპტეში ჩასული, მამის კურთხევით და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გარჩევა გველოდება. მადლობას მოახსენებ გიორგის მობრძანებისათვის. მადლობა ყურადღებისათვის. გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.